მოგესალმებით მეგობრებო, ლიმინალურ სიუცეში მე ნია ვარ. მე მარიამი. მე ანა. და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის ნომერია ექიმი, ფსიქოლოგი ქალბატონია ეთერ ვარშენიძე. დღეს ჩვენ უშუალოდ განვიხილავთ ფსიქოლოგიურ სტიგმებს, ანუ რატომერიდება სოციუმი და საზოგადოება ფსიქოლოგთან ვიზიტს. კი ბატონო. და იმისთვის რომ გადავიდეთ უშუალოდ თემაზე, დავიწყებ კითხვით. ზოგადად ანუ საიდან მოდის ეს სტიგმები განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, იმიტომ რომ ფსიქოლოგთან მისვლა და საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას ზრუნვა რატომღაც ასოცირდება ძვირად ღირებულ ფუფუნებასთან, ასე ვთქვათ, და იმისთვის რომ ადამიანებმა მეტი გაიგონ მოკლედ იმის შესახებ, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ორიათ სიტყვით რო გითხრათ, საიდან მოდის ეს სტიგმები, რამ შეუწყო ხელი, ვიცით რომ საზოგადოებაც ოჯახიც რაღაც პიროვნული შიშებიც უწყობს ამ ყველაფერს ხელს. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნო აუდიტორია ხართ, მომწონებთან მიყარხართ ყველანი. და ძალიან აქტუალური კითხვა არის დასმული. და დავიწყებთ იმ კითხვით, რომ აი კითხვაზე კითხვას გისურვებთ, რომ აი თუ ისეთი თქვენსეული ადამიანები, რომლებიც დადიან ფსიქოლოგთან. არიან ასეთი. ძალიან ცივი. და თუ დავსვამთ ალბათ კითხვას და ზოგადად მართლაც უპასუხებთ ამ კითხვას, პასუხები ალბათ იქნება ასეთი, ჩემი აზრი ასეთია, რომ ადამიანები უპირველეს ყოვლისა გაუგებიან საკუთარ შიშს, რომელიც თვითონვე შექმნეს. შიში პირველად იწყება საზოგადოებრივი, რაღაც ტაბუირებული თემებით, რომლებსაც თვითონ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, აი მინიმალური ყურადღება საკუთარ აზრებზე და მაქსიმალური ყურადღება საზოგადოებრივ აზრზე. რატომ განიხილავს ახლა ადამიანის საზოგადოებრივ აზრებს, ეს კიდევ სხვა თემაა და ძალიან ღრმად წაგვიყვანს ეს თემა, ბავშვობაში წაგვიყვანს და ეს თემები უკვე სხვა თემაა კიდევ განსახილველი. ანუ საზოგადოების აზრს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და იმას არ განიხილავს საზოგადოება, თვითონ პიროვნება არ განიხილავს, რომ ამ საზოგადოების წევრი ისევ ჩვენ ვართ და ესეც ხო ჩვენი აზრიც ხომ შეიძლება გავითვალისწინოთ, მაგრამ არ ვითვალისწინებენ. ანუ ის მე რას მეტყვის, ის ჩემზე რას ეტყვის და ამ დროს შეიძლება არამხოლოდ წარაგობს. თვითონ ადამიანი გზავს ამას და აი ჩვენ ვართ თვითონ შემქმნელი ამ პრობლემის. ჩვენ ვებადებთ პრობლემას და ჩვენვე განვიხილავთ. კი, აი მე მინდა დავამატო ის რომ ძალიან ხშირად ყოფილა მშობლების მხრიდან ის დინამიკა, ბევრ ოჯახში მსმენია და მათ შორის ჩემსაშიც, რომ აი არ იყვნენ ჩემ დროსაც ფსიქოლოგები და არ იყო ეს მენტალურ ჯანმრთელობაზე ამხელა აურზაური ატეხილი, რომ ცხოვრობდით და ვართ. ანუ ზოგადად ასეთ და მსგავს ბევრ სტიგმას როგორ ეხმიანებთ, როგორ შეიძლება რომ ჩვენ როგორც ფსიქოლოგებმა, ჩვენ როგორც მომავალ ფსიქოლოგებმა და თქვენ როგორც პროფესიონალმა რაღაცნაირად შევეჭედოთ და შევცვალოთ ეს დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, უფრო მეტი საინფორმაციო წყაროები უნდა არსებობდეს. ალბათ სკოლიდან დაწყებული ბავშვებს უნდა მივაჩვიოთ და თვითონ მშობლებთანაც კარგი იქნება მუშაობა. იმ კუთხით, რომ ფსიქოლოგი არ იქნება, ფსიქოლოგთან მისვლა არ ნიშნავს ფსიქიატრს და ისეთი სპეციალობები, როგორიც არის მაგალითად სტომატოლოგი, ქირურგია, ჩემი კოლეგები არიან და ყველა სხვა ფასე და მეც როგორც ექიმი აღიარებული ვარ, მაგრამ როგორც კი ვიტყვი, რომ მე ფსიქოლოგიც ვარ, რა გიჭირდა ასეთი ექიმქაც. გიდოდათ. თან ლექციებსაც გითხულობ. ანუ ეს არის ინფორმაციის სინცეზი. ხო, არ არის საკმარისი ინფორმაცია, თორემ საზოგადოება ვერ გაგვიგოს, მეთქი ვერ ვიტყვი. ძალიან კარგი საზოგადოების წევრები ვართ ჩვენ, ძალიან განათლებული საზოგადოება გვყავს, მაგრამ ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. არ არის სავალდებულო ის, რომ ყველა სპეციალობა ჩვენ ვიცოდეთ, რაც არსებობს ჩვენ სოფლიოში. რა წემა როგორც თქვით, ერთ-ერთი სპეციალობა გაგვიკვირდა, მე რა გაგვიკვირდა, არ ვიცოდით, მაგრამ ეხლა ხო ვიცით, ხო? არის ბევრი სპეციალობა, რომელიც არ ვიცით, ხო? მაგრამ აი ფსიქოლოგის არ ცოდნა დღეს თანამედროვე საზოგადოებაში, თანამედროვე ეპოქაში როგორ შეიძლება, ამაზე ეხლა ამას ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროდ ვიწევს ამაზე საუბარი. ესე იგი, მივედით იმ დასკვნამდე, რომ თურმე ინფორმაციაც უნდა არსებობდეს, არა? შემდეგი
მიზეზი შეიძლება დავასახელოთ საკუთარი შიშები. ანუ საკუთარი შიშების ტყვეობაშია ადამიანი. თვითონვე ქმნის პრობლემას ადამიანი და შემდეგ ამ პრობლემის განხილვა აღარ უნდა, იმიტომ რომ თვითონ მის მიერ არის შექმნილი, ხო? ის არასნობიერში ლაგდება ეს პრობლემები, ქვეცნობიერში ლაგდება მოუგვარებელი, მოუწესრიგებელი პრობლემა, რომელზეც მას თვალებში ჩახედვა არ უნდა. მე შევქმნი რაღაც პრობლემა, მაგრამ არ გამომივიდა, ხომ შეიძლება მაი ბატონი გურამის ტერმინია, მე რა არ გამოვიდა, ხო? ან კიდევ ესეთი ტერმინი ძალიან მეყვარს პაციენტებთან თქმა, შენ მარტო არ ხარ. და თანადგომის თემა, თანადგომა არავის არ აუკრძალია ჯერ. ხო, ადამიანი თვითონ აგვარებს პრობლემას, უნებრივია. შვილსაც კიდე აგვარებს მშობელი პრობლემას. ან თვითონ უნდა მოაგვაროს, მაგრამ თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა აი ვინმე ყავს, ვისაც დაიყრდნო. ჩვენ არ უნდა ვიკმინებოდეთ. არ უნდა გამოვიყენოთ ის ცხოველური რაღაც ინსტინქტები ადამიანებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, თანადგომა და ის ადამიანი თავისით გაასწორებს თავის პრობლემას. შემდეგი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ადამიანს არ მოწონს გარდაქმნას თავის მიერ შექმნილი პრობლემა, ანუ შეიქმნა ცხოვრება ასეთად, ხო? მაგალითად, ამჯერ მითქვია სტუდენტებისთვის, რომ გამოიცვალე მიმართულება თუ არ მოგწონს, პროფესია გამოიცვალე, ახალი დაიმატე, რაღაც გააკეთე და არასოდეს გვიანი არ არის. თუნდაც იყოს 60 წლის, თუნდაც იყოს 70 წლის, მე რა რაღაცა შეეჭიდებ. კი, რამდენი მაგალითია ზოგადად მსოფლიოს გარშემოს და ძალიან კარგად ეხმიანება ეს მესიჯი ჩვენს პირველ ეპიზოდსაც, იმიტომ რომ ზუსტად მაგაზე იყო, რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილებები ადამიანისთვის იმისთვის, რომ განვითარდე. ანუ ერთ დღეს ახლა ვერი ტრიალი ეს დისკომფორტიც რაც ჩვენ შევქმნით არის იმისთვის, რომ სხვა ადამიანებისთვის და ჩვენთვისაც იყოს მაგალითი, რომ არ შეიძლება ერთ წრეზე და ერთ კომფორტში ყოფნა მუდმივად. და ვერე რა დამარცხდები ადგები, ისე გააგრძელებს. ხო, რა შეიძლება დამარცხება, ეს ხო მჭირლობა არ არის იარაღი. მარცხიც იგივე გამოცდილება, რაღაცა ზოგადად არ გამოგივიდა. ხო, არ გამომივიდა, ხომ შეიძლება კარტოფილი შეწვა და არ გამომივიდა. ვერ შეწვა. ამიტომ შეწვიდე კარტოფილის ყარება? თუმცა ხო მე როგორც ეკიპი ძალა კარტოფილის ყარება. თქვენ ძალიან მიყვართ, ხო? კი. ანუ ხომ შეიძლება თავიდან დაიწყო რაღაც. თუნდაც თავიდან ყველაფერი ხომ სახალისოა. ჩვენ ახლა ფსიქოთერაპიაში ხშირად ვასწავლეთ პაციენტებს იმას, რომ ფსიქოკონსულტირებაში განსაკუთრებით. აი შექმენი გეგმა, იუცნებე, გეგმები დაწერე ფურცელზე და დაიწყე. დიახ, და ხვალ თუ არ მოგეწონება დილით რომ ადგები. ფურცელი აყიდე და გადააგდე. მაგრამ მეუბნება პაციენტი ისეთ რაღაცას, რომ ეს ხომ უინტერესო რატომ დავწერო, როდესაც არ ვაკეთე. და მე რა რომ დაწერო. ეს ხომ ხალისია, ეს ხომ წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია. და мотиваციის მომატებელი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ როცა გაწერილი გაქვს, ხვდები რომ საჭიროა ბიზნესკენ წასვლა და წინსვლა. კი, და მე რა მხარია მონება რო გადახაზა. რო გადახაზა ეს უკვე გაკეთებული. სხვათა შორის მე ვაწერვა. იდეალურია, მაგრამ რა ფსიქოლოგები ვარ, ხო? ვარ გააკეთო. ხშირად მაგალითად ვაწყდები მე ასეთ რაღაცას, თუნდაც აი ელემენტარულიდან საიდან შეიძლება ვთქვა, რომ აი მაინც შევეხე თემასაც არ უნდა ვთქვა. ანუ ხშირად მეუბნებიან ესეთ რაღაცას კონფლიქტია მაგალითად დედასა და შვილს შორის და ბავშვი უთხოვს აი თერაპიული კონსულტაციის შემდეგ აღმოჩნდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენების შემდეგ, რომ ბავშვი ითხოვს, რომ ოთახში ჭირდება რაღაც გადაადგილება. მაგიდას შეუცვალოს ადგილი, გადაიტანოს საწოლის სასვლად, ან და კარადა და ასე შემდეგ. და დედა ამბობს, რომ არ მოხერხდება და შვილი ხომ აღერხებს. შენ რატომ გინდა რომ მიდგეს ისე როგორც შენ გინდა? რაგები მაგალითი. ხო, და შემდეგ ეს ბავშვი უკვე ეჩვევა იმას, რომ ერთხელ რომ მას მიუჩინეს ადგილი სადღაც კაბინეტში 9-ზე უნდა მივიდეს და 6-ზე უნდა წავიდეს, ის შეჩვეულია უკვე ამას და არის უბედური ადამიანი, ანუ თქვენ იცით რა შეიძლება პროფესიული გადაწყვეტა, ხო? ანუ ეს ემოციურად აღარ ყოფნის ადამიანს და უნდა გამოცვალოს რაღაც. თავის ცხოვრებაში რა არის ამაში მიუღებელი? ჩვენთან მაგალითად შეიძლება ცუდი მაგალითია, მაგრამ როდესაც რაღაც ახალს ან ცუცვლებას უწყობთ, პირადად ჩემში მე მეთქი კანობაში ხომ არ შევიცვალო, რომ რაღაც სიახლე მჭირდება და ძალიან ბევრს კიდე ეგეთი სტერეოტიპია ზოგადად გოგოებში წამანდილოსებში, რომ როდესაც რაღაც გულს тканს, მინიხარ და თმას იჭრი. ხო, რაღაც სტერეოტიპულად არის ეგ რომ ცვლილება, ანუ ცვლილება კი კარგია განა, მაგრამ ის სტერეოტიპულად არის რომ გარეგნობაში ცვლილება ნიშნავს რომ გულგატეხილი ხარ ან რაღაც ცუდი მოხდა. ხო, ეგეც რაღაც სტიგმა საზოგადოების მიერ სტიგმა შეიძლება ისე ჩავთვალოთ, რომ აი
ბავშვობაში რეალურად ჩვენს თაობას არ ქონდა იმის საშუალება, რომ აი ნეგატიური ემოციები გამოიხატო, იმიტომ რომ აი ესეთი შეხედულებები და ესეთი სტერეოტიპები მოდიოდა, რომ შენ თუ ეხა იტირებ, შეწყვეტე ტერილი, თორე რაღაც მიზეს მოგცემ საერთოდ. მიზეს მოგცემ რა იმადა? ეს თვით გამოხატვის უნარსობა. აკეთე ხა ჩვენი გაზაფ შევეხეთ, ხო? ეს კიდე ცალკე თემა არის. ჩვენ უნდა შევეხეთ გამწოლებით. და შემდეგი მიზეზი ალბათ არის ის, რომ როგორც თქვი, ფუფუნებად ითვლება ფსიქოლოგთან მისვლა, ამას ეს არ არის ეს ვალდებულება უნდა იყოს საკუთარ. ეს არ უნდა იყოს ფუფუნება. ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი რამ. ადამიანი ხომ მიდის და პირისგულს იზესრიგებს ადამიანი ხომ მიდის და როდესაც პრობლემა ექნება ხედულობის იზომავს ოგულისთან და აკეთებს რაღაცას, ხო? აი იგივე არის ჩვენი ფსიქიკაც. ფსიქიკაც ექვემდებარება შეკეთებას, გაწმენდას, კორექციას. და ეს უნდა აი ამას უნდა მივაღწიოთ საზოგადოებაში, რომ ფაქტურად ფსიქიკიდან იწყება ყველაფერი. ჩვეულებრივი უნდა იყოს ის, რომ მაქვს პრობლემა, ვარ ანუ კარგად, ვერ ვგრძნობ თავს კარგად და როგორც მივდივარ და ვთქვათ, აი ის ვესინჯები, ისე უნდა წავიდე და გავესინჯებ ფსიქოლოგს, გავესაუბრებ და რაღაც პრობლემა შექმნა, მაგრამ შექმნამდე უნდა მივიდეთ, ხო? რაღაც არ გამომივიდა, ციგ რაღაც პრობლემაა ჩემში. და შემდეგი მიზეზი ალბათ ეს არის ის, რომ ადამიანი ყველანაირ მიზეზს ნახავს, რომ აი არ მივიდეს ფსიქოლოგთან, ან ზოგჯერ ექიმთანაც კი, დროის და ფინანსის უყარისობის გამო. ანუ ჩვენ მიზეზს ნახავთ, ხედავთ? ადამიანი იქმნის თვითონ იმ პრობლემას, რომ მივიდეს ამ შექმნილ სტრესთან და თქვას ბოლოს არ გაქვს ფული და დრო. ხო, მაინდა შეიძლება დაკურებული ვარ ისიც იყოს ქვეცნობიერად, რომ ადამიანებს ზოგადად ეშინიათ იმის აღიარების, რომ აი ფსიქოლოგთან დავდივარ და აი რაღაც დახმარება მჭირდება. აი ხო, ავადმყოფი ზიანების, ზიანების უფრო ეშინიათ და უფრო არეკომფორტულებად, ვიდრე ის, რომ შეიძლება სიჩუმეში და ძალიან საკინეულად გადიოდნენ მოსაბრეს ეშინიათ, რომ თვალი გაუსწორონ საკუთარ რეალურ მეებს, საკუთარ სისუსტეს. აი ჩემთან შემოსული პაციენტები, ვინც მე არ ვიცნობთ, ახალი პაციენტია, ის პირველ კითხვას რას მისვამს? ეს ყველაფერი ხო კონფიდენციალურია. ხო. ანუ ეს არსად არ უნდა გავიდეს, ესე იგი ალბათ მომპარავს და რაღაც დამნაშავეს ამხელა პრეტენზია არ აქვს საზოგადოებასთან, რომ არ თქვათ, რომ მე ამხელა პრობლემა იურისპრუდენციასთან შემექმნა, მაგრამ ფსიქოლოგთან მოსვლა ეს არის ტაბუირებული თემა. შეუსრულთანავე და თან ითხოვე როგორ დროს. იქნებ საღამოს გვიან, მოვალ ჩვენ გადავიხდით ესე და ძალიან გვიან ვერ მიგელებთ ეუბნები, იმიტომ რომ იყო შემთხვევა, ჩემთან ხშირად არის რომ ფსიქიატრული პაციენტი აღმოჩნდება და ეს არ მინდა რომ გვიან მივიღო, ან ითხოვა სახლში, ნუმერია სახლში ვერ მივიღებთ. და პაციენტები მიდიან, ვინც გვიან ღებულობს იმასთან აღმოჩნდებიან და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მიზეზი არის სხვადასხვა, ეს ძალიან გავრცელებული მიზეზია, რადგან არ დადიან კიდევ ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ ერთ დროს აღმოჩნდა არაპროფესიონალთან, ხშირად მსმენელად და დაუშვათ ან აღმოჩნდა ისეთ სპეციალისტთან, რომელიც არ იყო ფსიქოლოგი და ფსიქოლოგობს და იქნა მედიკამენტები გამოწერილი, მედიკამენტებს მეწერ, იმიტომ რომ მაქვს უფლება ამისი, მაგრამ მას მისი დრო აქვს, ყველა მედიკამენტს თავისი დრო აქვს და თუ ადამიანს ჩვენ გამოვრთავთ და ცნობიერს გამოვრთავთ, მაშინ რითი მოგვისმინოს რომ გააცნობიეროს რა უნდა ვქნათ, ხო? თუ გამორთულია პაციენტი ძინავს, გაბროებულია და ბედნიერია. ჩემს ერთ პაციენტს ის ფსიქოლოგია და ჩემი პაციენტი იყო დროს. ყველა ფსიქოლოგს თავისი ფსიქოლოგი. დიახ, და ესეთი რაღაცა მითხრა, რომ რაღაც ვერ მოიცალა ფსიქოთერაპიებისთვის არ ეცალა, მივაგზავნე ჩემს კოლეგა ექიმთან, რომელმაც გამოუწოდა დამშვიდებლები და ასე მითხრა, ზღვაშიც კი შევალ და არ გავცურავს სულმივალი წყალი. ისეთი წამალი იყო, ანუ მოეწონა მედიკამენტი და ის მას იმეორებს პერიოდულად. ანუ ეს მისი არჩევანია. თუმცა მე ვთვლი, რომ ყველანაირ მედიკამენტზე დამოკიდებულებას ჯობია ჩემ ფსიქიკაზე ვიყო დამოკიდებული და მე მივხვდე და მე არ არის საშუალება, ან არ გუნდს უბრალოდ ეხლა
შესაძლებელია მედიკამენტი დაგეხმაროთ როგორ შემთხვევაში გამოსცადე შედიხარ და გადიხარ მართვის დღეს ყავდა პაციენტი მართვის მოწმობაზე მიდის ხვალდილით ქუთაისში სპორტული კონფიდენციალურობის სახელი დამღარიანად დასველი მამაკაცი 58 წლის ხვალდილით მიემგზავრება ქუთაისში უნდა გავიდეს რაღაც კატეგორიებზე და აქვს შიშები და როგორ ძალით შემოაგდეს ჩემთან იცით წიხლით ნახესალმა და რომ შემოვიდა ესე ზის რა უნდა მიქნას უმთხარი არ გიხები რა უნდა მიქნას მოკლედ იმდენად დამშვიდდა და გაბედნიერდა ეს კაცი იმიტომ რომ თურმე მანამდე რო გადიოდა ვერაბარებდა იმიტომ რომ ნევროპათოლოგი ფსიქიატრი უწევდა დამშვიდებებს ფსიქიატრზე კაცი იყო ასე ვერაბარებდა მოკლედ ხვალედილით მიდის და გასულსაც ასე მითხრა შეიძლება ხვალ გავაგონო თქვენი ხმა კიდე გასვლამდე ძალიან გთხოვთ ითხოვა კაცმა რომ სულ ეს ყოფილა კაცო ჩამოვალ და მართლა ვიყენებ და კაცი მერე გულკავიყარა თუ დაგდები ხო ანუ უნდა მივახვედროთ საზოგადოებას ისინი შემდეგ შემდგომში მე ვფიქრობ რომ საკუთარ ჯანმრთელობას როდესაც ადამიანი უთმობს ნორმალურ დროს ჩაცმულობას აღარ აი არის ბევრი ადამიანი რომელიც ისტერიულად რომ გადაფაროს მისი პრობლემები მინის და შოპინგს აწყობს ანუ სიამოვნება უნდა მიიღოს რაღაცა დიახ თვითგადარჩენის მექანიზმი ხო ანუ ენდორფინები ჯგუფის ჰორმონები ანუ სიამოვნების ჰორმონები რაღაც თქმა უნდა მივიღოთ ანუ ჭარბთ ანუ გავშუქდებით იდეალურ სამბო ეს ვარჯიში არის მკურნალობის ერთ-ერთი უმთავრესი შემიძლია ვთქვა მართვის მექანიზმი ადამიანი რომელიც ვარჯიშობს იმას სახსრების პრობლემას აღარ აქვს ბავშვი ანუ ფსიქოსომატური ანუ რომ ავხსნათ მექანიზმები მართლაც ფიზიოლოგიამდე მივავთ რომ მართლაც აუცილებელია ყოველდღიური ვარჯიში მართლაც აქაც აწესრიგებს ყველაფერს რეჟიმი მართვა და მართლაც ჩართვე ფსიქოთერაპიული სიტყვისა მერე რა ანუ ყველაფერი მართლაც მერე რა იქნება აი ეს დროსაც ვარჯიშამდე ნერვიულობაში ატარებდი ვარჯიშის დროს იმის ხო ფიქრის საშუალებაც არ გაქვს რაღაცაზე ხო აი წეხან რო ახსენეთ თქვენ რომ პრობლემას ადამიანი თავისით ქმნის ხო არის შემთხვევა წინა ეპიზოდში ვახსენეთ რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის უმთავრესი რომ განვითარდება და ადამიანი როდესაც იქმნის რაღაც პრობლემას იმდენად არ უნდა იმ პრობლემის მოგვარება რომ რჩება პრობლემა შემდეგ ექნება კომფორტის ზონად ხო შეიძლება ეგეთი რაღაც იყოს და როდესაც უჩვენებ გზას რომ ეგ პრობლემა მოაგვაროს და რაღაც ახალისკენ გადავიდეს და უკეთესი შექმნას იმას არ უყურებს იმიტომ რომ გონია რომ ის იმდენად კარგად აქცევდა იმდენად შეეჩვია ყველაფერს რომ იმის იქით აღარ არის და ფსიქოლოგთან შეიძლება მაგით არ მეხვდე რომ ის მე ხო მაცლებს ფსიქოლოგი რაღაც იდეას როგორ გადავჭრა ჩემი პრობლემები ამ კომფორტის ხო მაგრამ კომფორტის ზონის დატოვება არ მინდა იმიტომ რომ მომწონს ეს პრობლემა კი ბატონო აი მე რა მეინტერესებს იცით თქვენ ცხოვრებაში თუ ყოფილა ისეთი მომენტი როდესაც თავად გჭირდებოდეთ ესეთ ფსიქოლოგისგან დახმარება თუმცა ყოყმანობდით იმიტომ რომ არა, გასაჯაროებას არ გულისხმობ. უბრალოდ ყოყმანობდით რა აი თქვენს პრობლემებზე ვიღაცასთან ღიად გესაუბრეთ. შეიძლება კონფიდენციალობის დაცვაზე იმდენად არ ნერვიულობდით, რამდენადაც უბრალოდ მისვლა გაგიჭირდათ და რაღაც ამხრივი იყოს იმიტომ რომ როდესაც მე აღმოჩნდი ფსიქოლოგიაში, ზოგადად მე რომ აღმოჩნდი აკადემიის შამჟავანაძის დამსახურება არის ჩვენი დირექტორის ყოფილი ეს ნევროპათოლოგია დღესაც და როგორც კი აღმოჩნდი მე აქ და მივხვდი რაც იყო ანუ გემრობა უკვე გასაგებობას ხო და რომ მივხვდი რომ საუბრობ არ არის ფსიქოთერაპიის დროს ყველაფერი ელაპარაკო შენ თვითონ ახდენ ამის კორექციას ანუ ფსიქოთერაპევტს ფსიქოკონსულტანტს არასოდეს არ ეუბნები ყველა ფაქტს უბრალოდ ის თემებს გიტარებს ის ატარებს რაღაც ჩვენი მეთოდები გვაქვს სხვადასხვა მეთოდები მაგას ისწავლეთ თქვენ შემდგომში რა მეთოდებია და უამრავია და უსასრულო და შენ თვითონ ახდენ კორექციას აი საზოგადოებას რომ გონია რომ მე მივალ და ყველაფერს დამაფრქვევინებს ერთმანეთს ხა ეხლა მე ამხატებ და ჩამხედა არ მიგურები თავ
ბავშვი, კაცო. ანუ მე მეთოდებს ვაპარაკობ და შენ რაც კიდე ის გავაკეთე. ანუ სტრატეგიებს სწავლობ და ამას რა თქმა უნდა. ეგეც პირადი სტრესია რა და შემდეგ ისეთი მიჩვევადია ეს სიამოვნება, რომ შემდგომში მართლაც საინტერესოა ერთმანეთთან კონტაქტი და უარს უყურებს. ვეღარ ამბობ უკვე, იმიტომ რომ მაგრამ მე რომ უკვე სწავლობ საკუთარი სხეულის მართვას და რომ პრობლემას რომ მევქნი, ხედავთ სვამ კითხვას რატო ვქენი. კითხვას ეგრევე პასუხობ და შემდეგ როდესაც უკვე წვალებში ესე ვთქვათ რომ გაწმენდა ანუ ფროიდის მიხედვით ხო გაწმენდა კატარსის რომ გამიცდით და რომ მივხვდებით რომ რას ნიშნავს ეს ბევრი პაციენტი მე იმიტომ გიბრუნდება ჩვენ უბრალოდ მოდი ჯგუფურ თერაპიაზე ანუ ინდივიდუალურ უკვე აღარ ითხოვს პაციენტი ჯგუფურ თერაპიაზე ჯდება რატომ ერთი 10-12 კაციანი არ არის ჯგუფური თერაპია და უბრალოდ თვითონ გააცნობიერებს ანუ მე გასაღებს ვამბობ ბოლოში თვითონ აცნობიერებენ ეს ძალიან დიდი სიამოვნება არის რომ აი ნახე თურმე სათყოფილა ჩემი ხარვეზე როგორ მარტივ პრობლემაში და მე აქ პრობლემას ვქნიდი პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია და ზეგავლენასაც და როცა იაზრება მარტო არხა სიტუაციაში და შეგიძლია სხვა თხოვო დახმარება და დასაყრდენი რომ ხავს გვერდი და შეიძლება შენი ინტერპრეტაცია საერთოდ სხვა რაკურსით შეწყო აი პაციენტი ხშირად ტირის ფსიქოთერაპიაზე და ეს ტირილი რა არის იცით საკუთარ თავში ბრაზდება საკუთარ თავზე და ტირის იმიტომ რომ რატომ მე ვერ მივხვდი ეს ხო მარტივი იყო თვალები ამეხილა აგერ დევსებ ჩემ პრობლემა და საერთოდ რა შეიძლება და მე ცეგარა სამართლით თავი ადამიანების აქ ზოგადად რომ უბრალოდ აუცილებელია მიხვიდე უბრალოდ ფსიქოლოგთან გაესაუბრო და შემდეგ უკვე საკუთარი გამოცდილებიდან ანუ გამომდინარე გააკეთო დასკვნები მომწონს მე არ მომწონს მერგება არ მერგება მე შეიძლება ადამიანისთვის იმდენად დიდი კომფორტის ზონა გახდეს ზუსტად ეს ფსიქოლოგთან წასვლა რომ ნებისმიერ დისკომფორტს ნებისმიერ ცვლილებას ნებისმიერ რაღაც დაბრკოლებას ცხოვრებაში შეეჭიდოს ისე როგორც არაფერია შევწყვეტავ და დავთამარ და გამომივიდა ხო ფსიქოლოგთან მისვით ანუ მნიშვნელოვანი აქ ისიც რომ აი ადამიანმა იმუშაოს ანუ შენ ფსიქოლოგი ხო არ მოგიგორეს პრობლემა შენ თუ არაფერი არ გააკეთე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე იმიტომ ხო ისევ შენ უნდა ისე და ისე საკუთარ თავზე ხო მაგიდან არის კიდე ის რომ მე ვარ ჩემი თავის ფსიქოლოგი და რომ მე ვაკეთებ ყველაფერს ეს ყველაფერი უნდა იწყებოდეს სკოლიდან კი ჩემი აზრით ოჯახიდანაც მაგალითად სკოლაში ახლა ფსიქოლოგები რო ყავთ კიდე უფრო წავიწიეთ და არის რამდენიმე სკოლა სადაც ვიცი რომ ფსიქოლოგები ყავთ მაგრამ მშობელს რო ისმის რომ აი თქვენი ბავშვი იყო ფსიქოლოგთან ვიზიტზე და ძალიან ბევრი მსმენია რომ ხო დაშავ რა გააკეთე მოხდა რამე ან ის რომ რა გიჟი რა ჩემი შვილი ხო რა დააშავა რა გააკეთა ისეთი რომ ფსიქოლოგთან ანუ მაშინვე მიდის ის ასოციაციად ხო რატო უნდა ტეხავდეს ფსიქოლოგთან მისვლა კონდუა იმიტომ რომ არ ვიცი ვინ არის ის ხო ამიტომ გავაგებინოთ ვინ ვართ ჩვენ ზოგადად არის ხალხის კატეგორია საჭირო ხალხია ხარის ხალხის კატეგორია ვისაც უჭირს ემოციებს ლაპარაკ მაგალითად პირადი მაგალითი რომ ვიყო მე მაგალითად ჩემს ემოციებს საუბარი რომ მიდგება საქმე რომ მე ჩემი მაგას გასაზიარებელი თემა გადამაქრო ისიც რა არ გვინდა არ არის საჭირო და რეალურად ხვდები რომ დიდი პრობლემას ანუ დიდ სრანო პრობლემას წარმოადგენს რომ არ შემიძლია ეს საჯაროდ რა მეგობრების წრეში თუნდაც ლაპარაკი და პრობლემის გაზიარება მაგრამ ხვდები რომ ჩემ გარდა კიდე ხო არის ესეთი კატეგორია ვისაც უჭირს გამოხატვა და პირადი პრობლემებზე საუბარი და ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მიდიხარ ხო ფსიქოლოგთან რომ არ გინდა რომ მან შეიძლება იმდენად არ მე მითაგილება მეუხეშება სუსტი მხარის არ მინდა რომ ადამიანმა დაინახოს რომ თქვა ტირილიც კი საზოგადოებაში ტირილი ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი პირადად ჩემთვის ხომ რომ მიტიროს პირიქით გავამხნევებ და ჩავეხუტები კანარ პრობლემა მაგრამ მე რო ვიტირო საზოგადოებაში მგონია რომ ძალიან რაღაც ვაშავებ გააჩნია საზოგადოებას აი ფსიქოლოგთან ვინც დადის ვინც იცის ფსიქოლოგია ვინც აღიარა საკუთარი მე იმ ადამიანს უკვე გაფილტრებას იწყებს ახლობლებისას. ამიტომ მასეთ ახლობელთან ამცრემლი გამოგვარდა თუ შესაძლებელია გაგიმარტივოს ცხოვრება თუ რაღაც უფრო სხვა საზოგადოებას ეძებთ მე რამე. ანუ ჯერ ერთი ადამიანი იმდენად ძლიერდება რომ
უჭირს საკუთარ თავთან დარჩენა, საკუთარ თავთან გადაწყვეტილებების მიღება, აღარ უჭირს უკვე ძლიერი ადამიანი, ხო? თავარი ადამიანს საკუთარი თავი აღიაროს, მე ეს კონცეფცია, თუნდაც მე ყოფილ ვარ ძლიერი, თუნდაც მე ვაგვარებ ყველაფერს, მე ვაგვიჭებ ყველაფერს, ისე მე ვაგვარებ ყველაფერს, რათა არაფერი არ ჭირდება შვილა. ხო, მიმღებლობა რა უნდა დაჭდე საკუთარ თავთან, საკუთარ შიშებთან, საკუთარ ნეგატიურ აზრებთან და მოусვინო. ან რატომ მიდის ეს ნეგატიური აზრი? რა შეჭირდება? ბევრი ამბობს და ძალიან მეთახმები, იმიტომ რომ საკუთარ თავის გამოცადე როგორც შენივე ფიქრები გაგტეხს და გაგანადგურებს ადამიანს, ასევე არა შენივე ფიქრები გამოგაკეთებს და დაგაყენებს ორგზაზე. და ზუსტად მაგაზეა რა რაკურსით შეხედო ისევ შენი ცნობიერებიდან შექმნილ სიტუაციას მაგაზეა დამოკიდებული როგორ იმ გააგრძელებს. ნეგატიურშიც რაღაც დადებით ასპექტს გამონახავ აუცილებლად. რაც შეძლია ანუ ფესვები ისე მე კონცეფცია ყველაფერი შენ აქედან მე ან აქედან უფრო მე და ეგ ძალიან მით უმეტეს ჩემი მაგალითიდან დიდა ჩემს აქვს ეგ პრობლემა რომ აი რატო ჯერ მე და მე მინდა როცა ჯერ თქვენ ხართ ჩემი შვილები ხო ჯერ ჩემს შვილებს უნდა და შემდეგ მინდა მე და ამ ყველაფერს ესეც ხომ ეს უნდა ასე ვთხარი ხო ესეც ხომ ეს მე უნდა რომ ჩემი შვილები იყოს და უზრუნველყოფილი ანუ მე მაქვს ეს პრეტენზია ანუ ისე მე მინდა შობლების არგუმენტის հետո გახდები შობლები რომ ეს არის მსხვერპლი. ნუ უნდა იყოს მსხვერპლი. ანუ მე მინდა რომ ჩემი შვილები და ყველაზე მაგარი. ჯერი მიდან გამომდინარე ილაპარაკე და მე რა. ხო, ყველაზე სევდიანია ეგ აი ვიქტიმის როლში ყოფნა. ისე ფსიქოლოგიურად საჭირო. უკეთ სასწავლო ხალხი ვართ. ამიტომ უნდა ვაღიაროთ მეგობრებო ფსიქოლოგები და დავაფასოთ. და უნდა მივხვდეთ ფსიქოლოგთან. არ შეგეშინოთ. ანუ ფსიქოლოგებიც კი დავდივართ ფსიქოლოგთან. ხო, იდეალურია. რა რჩევას მიცემთ საკეთებთ ვინც გვიყურავს ან ვინც ჩვენთან ერთად ახლა იმ ადამიანებს ვისაც შეიძლება ეშინოდეთ ფსიქოლოგთან დღეს მისვლის ან არ უნდათ საკუთარ თავში თანხის ინვესტირება ამ მხრივ რა რჩევას მიცემთ ესეთ ადამიანებს უბრალოდ არ შეგეშინდეთ მოგრძადეთ არ შეგეშინდეთ ჩვენ ძალიან ბევრი სივრცე გვაქვს უფასო კი ბატონო მე ძალიან გამიხარდა რომ ნახეთ თქვენს სტატია მომერც ქალბატონებისთვის სრულიად უფასო რო იყო მთელი ერთად ვაპირებდით სამი ერთად ვაპირებდით გარეშე მიზეზები შეიქმნა და ძალიან გამიხარდა ესეთი მე კიდე რაღაცას ვაპირებ აქაც როდის ვიზამაგებ ბევრი რაღაც აი ეს ჯგუფური თერაპიებიც იდეალურია მოგრძადეთ ყველა მოგრძადეს ანუ ეს თავისუფალი სივრცეებიც ძალიან კარგი რაღაცა არის ანუ როდესაც ადამიანს უნდა ის პრობლემები ეს მიზეზებს აპარტიებს განიეგა სულება მადლობა მოგზანებისთვის მადლობა ქალბატონებთან თქვენ რომ ჩვენთან ხართ და შემდეგი თემისთვის ვეყოლებ ახალი სტუმარი და ძალიან საინტერესო თემა მომდევნო და იმედი დაგაინტერესებთ. ნახოთ